დღის სხვა სიახლეები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქუთაისში ასად ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ დაათვალიერა. სამუშაოების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ქუთაისის გარდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით კიდევ 3 შენობის რეაბილიტაცია ხდება კასპში, ბორჯომში, რომლის დასრულების შემდეგ საცხოვრებელ ჯამში 240 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება იძულებით გადაადგილებული პირთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. პროექტის ხანგრძლივობა დაახლოებით 7 თვეა. დამთავრებას ვარაუდობთ ნოემბრის დასაწყისში. პროექტი ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ. მისი ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ნახევარი ლარია. სამი თვე რაც დავსაქმით მშენებლობაზე შემოსავალი სტაბილურია. როდესაც 100-150 კაცი მაინც მუშაობთ, მეტი არა მომიექცე. მე 5 კაციანი ბრიგადა მყავს, ვაკ აღებული 5 ბინა.